მოგესალმებით. ვიმყოფები მესტიაში. 2026 წლის 3 მაისია. როგორც მოგეხსენებათ, ფასების კომისიამ დაასრულა მუშაობა და დადო შესაბამისი დასკვნა. მაგრამ სანამ აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალურად ვისაუბრებდე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ ანუ დააფოლოოთ აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ გაეცნოს ამ აკაუნთზე არსებულ მასალას. ახლა რაც შეეხება ფასების კომისიას, მოგეხსენებათ, რომ დაიდო დასკვნა, ახლა ჩვენ შევხედოთ ჯერჯერობით რაიმე ფასების გაიაფება, მე მგონი არ შეინიშნება, გარკვეული მიმართულებებით ალბათ პირიქით უფრო გაძვირდა ფასები. თქვენ ალბათ ნახავდით, რომ მედიაში ახლა ტრიალებს ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებები რამოდენიმე თვის წინანდელი და ახლა რამოდენიმე დღის წინანდელი, სადაც ლაპარაკი არის საქართველოს ფასების შედარებასთან, მაგალითად საფრანგეთის ფასებთან. და როგორც ხედავთ, დღეს არაერთხელ ვნახე, რომ ტრიალებს აღნიშნული განცხადებები. ახლა რაც შეეხება რეალობას, რეალურად მაგალითად პროდუქტის ფასები 1/2-ში საფრანგეთში უფრო ძვირია ვიდრე საქართველოში. 1/2-ში არის რაღაც კატეგორია, რომელიც საქართველოში უფრო ძვირია არის, მაგრამ საშუალოდ უმეტეს შემთხვევაში რომ ავიღოთ პროდუქტის ფასები საფრანგეთში უფრო ძვირია. ახლა რახან საფრანგეთია ლაპარაკი. მაგრამ ეს პირდაპირ ფასებით რო ავიღოთ, მაგრამ ახლა ჩვენ თუ გადავიყვათ სყიდველუნარიანობით, მაშინ რა თქმა უნდა საქართველოში უფრო ძვირია. გამომდინარე იქიდან, რომ ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რა თქმა უნდა, საფრანგეთი გაცილებით უფრო მდიდარი ქვეყანაა, მნიშვნელოვნად უფრო მდიდარი ქვეყანაა ვიდრე საქართველო. და ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი როგორც ნომინალში, ასევე სყიდველუნარიანობის პარიტეტით, რა თქმა უნდა, საფრანგეთში უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში. რა თქმა უნდა, ნომინალში გაცილებით უფრო მაღალი არის მთლიანი შიდა პროდუქტის ხორცულობა საფრანგეთის ერთსულ მოსახლეზე და ვიდრე სყიდველუნარიანობის პარიტეტით. მაგრამ მაინც სყიდველუნარიანობის პარიტეტითაც, რა თქმა უნდა, საფრანგეთი გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად უფრო მდიდარი ქვეყანა არის ვიდრე საქართველო. ახლა რაც შეეხება ფასების კომისიას. ახლა საერთოდ ისიც როგორი რაღაცა არის, სახელმწიფოს ზოგადად არის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ფასები დამოკიდებული არის და უნდა იყოს მოთხოვნა მიწოდებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს გარკვეული დადებითი როლის შესრულება შეუძლია მაგალითად კონკრეტულად ფასების ამბავში, მაგალითად იმ მიმართულებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი კონკურენცია. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება არის, რომ თუ ადგილი აქვს ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვას რაიმე უკანონო მეთოდებით, ასეთ შემთხვევაში გამოავლინოს და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები და საჭიროების შემთხვევაში გაამკაცროს კიდევაც კანონმდებლობა ზემოხსენებული მიმართულებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია საერთაშორისო მასშტაბით შესაბამისი ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელიც საბაჭო კავშირებს უფრო გააღრმავებს, გააიოლებს და ასე შემდეგ, რაც ასევე მაგალითად სხვადასხვა მიმართულებით იმოქმედებს ფასებზე იმ მიმართულებით, რომ შეიძლება გამოიწვიოს ფასების კლება. რა თქმა უნდა, რადგან საერთაშორისო ვაჭრობაზე ძალიან დიდად არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ფასების კომპონენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადად შეიძლება ფასები არ გაიაფრდეს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლის ზრდა უსწრებდეს ფასების ზრდას, ანუ იზრდებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის სყიდველუნარიანობა, რაც ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, რასაც ამ შემთხვევაში ფასების კლების ეფექტი ექნება, რადგან თუ კი მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი უფრო დიდად იზრდება ვიდრე ფასები, ეს ნიშნავს, რომ მის შემოსავალთან შეფარდებით ფასი იკლებს. მაგრამ ეს უკვე ეკონომიკის ზრდა არის. ეკონომიკის ზრდა ეს კიდევ საკმაოდ ისეთი რთული და მოცულობითი თემა არის, რომელიც საჭიროებს სხვადასხვა ფაქტორებს. და ახლა რაც შეეხება ფასებს, ასევე გეტყვით, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეც მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენელი ნაწილია ადგილობრივი წარმოება. მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად 2025 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული იქნა დაახლოებით 7 მილიარდ 300 მილიონი
ამერიკული დოლარის ღირებულების ექსპორტი. ანუ დაახლოებით ამ რაოდენობის მოცულობის პროდუქცია გავიდა საქართველოსთან გასაყიდად. ხოლო რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს განახორციელა იმავე 2025 წელს დაახლოებით 18 მილიარდ ნახევარი დოლარის იმპორტი. ანუ უცხოეთიდან გასაყიდად შემოვიდა დაახლოებით 18 მილიარდ ნახევარი დოლარის საქონელი. იმპორტული საქონელი. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით უფრო მეტი საქონელი იყიდა ქვეყანამ, ვიდრე გაყიდა ერთი წლის განმავლობაში. რაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქცია 20%-ზე მეტია. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაახლოებით 41 მილიარდი დოლარი, ხოლო მაგრამ ამაში ზოგადად მთლიანი შიდა პროდუქტები როცა იანგარიშება, ისინი ხშირ შემთხვევაში არ და ვერ მოიცავს ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ეკონომიკებს და სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა სავარაუდო რაოდენობა მოცულობა არის ჩრდილოვანი ეკონომიკების და ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩათვლით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენია ზეისათქმელია, მაგრამ ალბათ დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე იქნება. და 11 მილიარდის გარღვევა იმპორტსა და ექსპორტს შორის ეს საქართველოს რეალურ მთლიან შიდა პროდუქციის 20%-ზე მეტია, რაც ძალიან დიდი ციფრია და რაც რა თქმა უნდა ფასებზე ასევე სერიოზულად ახალს პოვებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როდესაც საქართველოში რა პროდუქცია იქნება თუ აი პროდუქტი იქნება ტანსაცმელი, ჩასაცმელი, ტექნიკა, მათ შორის მანქანები, კომპიუტერები და ასე შემდეგ, სმარტფონები, თუ კი ამხელათი უფრო დიდი გარღვევა არის ქვეყანაში და მათ შორის და არა მარტო ტექნიკა და ტანსაცმელი, არამედ არაერთი კვებითი პროდუქტიც კი საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელიც საქართველოში მოიხმარება მოსახლეობის მიერ, ხშირ შემთხვევაში არის ასევე იმპორტული და რა თქმა უნდა ეს ასევე მოქმედებს ფასების მოცულობაზე და ამ ყველაფრის ერთად გამოსწორებას რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იმისათვის რომ ეს იყოს მყარი და გრძელვადიანი, ამას სჭირდება შესაბამისი რეფორმები, ამას სჭირდება შესაბამისი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორი, რომ ზოგადად უმეტეს შემთხვევაში რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო მდიდარია. ხოლო რაც უფრო ნაკლებ დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო ღარიბია. და ამ შემთხვევაში საგამონაკლისო ქვეყნებს წარმოადგენენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც არ არიან დემოკრატიულები, ხშირ შემთხვევაში ავტორიტარული ქვეყნების სიაში გადიან, მაგრამ მოიპოვებენ მოსახლეობასთან შეფარდებით ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობსა და ბუნებრივ აირს, ანუ გაზს და იმის ხარჯზე არიან მდიდრები. ხოლო საქართველოს მოგეხსენებათ, რომ არ გააჩნია ყოველ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ანუ გაზის საბადოები. ყოველ შემთხვევაში დღეისათვის ასეთი სურათია და მომავალში თუ რამეს აღმოჩენენ ეს სხვა საკითხია. ასე და აქედან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთადერთი რეალური სწრაფი სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ერთადერთი რეალური საშუალება შეიძლება იყოს დემოკრატიის მაქსიმალურად გაღრმავება, საქართველოს ინტეგრაცია ძლიერ ეკონომიკურ და დემოკრატიულ კავშირებში და ასე შემდეგ და ასევე როგორც მოგახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემისადმი ნდობა საერთაშორისო ბიზნესის მიერ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასე შემდეგ. ანუ საქართველოში რაც შეიძლება უფრო უნდა გაღრმავდეს დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება უფრო გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკა და აქედან გამომდინარე რაც შეიძლება უფრო გაიზარდოს მოსახლეობის უმრავლესობის მსყიდველი უნარიანობა და რაც შეიძლება უფრო გაიაფთეს საბანკო კრედიტები, რადგან რაც უფრო ნაკლებია დემოკრატიის ხარისხის ქვეყანაში, მით უფრო რისკ ფაქტორად ითვლება ეს საბანკო სექტორისთვისაც და აქედან გამომდინარე და ფულის გადინება ქვეყანაში გადინებისათვის შესვლის მიმართულებით, რაც როდესაც უფრო ცუდაა დემოკრატიის საქმე, აძვირებს საკრედიტო პროცენტებს, რაც შემდეგ მოსახლეობას უფრო მეტი პროცენტის გადახდა უწევს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორი სერიოზულად აფეთქებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. აი ამ დეტალებზე მინდოდა მესაუბრა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.